ბრუსით მოცული გარდაცვალება ღუდუშაურის კლინიკაში რა გახდა 25 წლის ნინო პაპიაშვილის დაღუპვის მიზეზი ღორის გრიპი, გულის უკმარისობა თუ ექიმების დაუდევრობა. რატომ უმალავდნენ ოჯახს რამდენიმე დღის განმავლობაში პაციენტის გარდაცვალებას, რა შეახტევინებდნენ თანხას და რატომ აღმოჩნდა მისი ცხედარი პროზექტურაში როგორც უპატრონო გვამი. ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მიღებას გარდაცვლილის ოჯახი უშედეგოდ ცდილობს და ღუდუშაურის კლინიკის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს. მედიკოსებისგან პასუხის მიღებას დღეს მაესტროს გადამღები ჯგუფით შეეცადა, თუმცა კვლავ უშედეგოდ. ნანუკა იორდანიშვილი დეტალებით. რატო გააჭერეს ჩემი შვილის გვამი, იქვე მოკლეს. 25 წლის ნინო პაპიაშვილი ღუდუშაურის კლინიკაში გულის უკმარისობით 22 იანვარს მოათავსეს. ოჯახის წევრების თქმით, ის საკუთარი ფეხით მივიდა კლინიკაში, თუმცა მიმღებიდან პირდაპირ რეანიმაციაში მოათავსეს. ნათესავებს კი უთხრეს, რომ პაციენტს ღორის გრიპი ჰქონდა. რამდენიმე საათში ნინო პაპიაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. ოჯახის წევრებს კი მისი ნახევისუფლება მთელი ღამის განმავლობაში არ მისცეს. მათთვის არც პაციენტის მდგომარეობა და დიაგნოზი დაუზუსტებიათ. შევიპარე დილოს რეანიმაციაში. დილოს რომ შევიპარე, ჩემი შვილი უკვე გვამი იყო. ჩემი შვილი უკვე გარდაცვლილი იყო. წივილ-კივილი იქა და ავადმყოფებიან, როგორ შემოხვედი, ატყდა ერთი ამბავი, ჩამოვედი, წივილ-კივილი ჩემი შვილი გვამია. არა, ნუ აპარატზე ესე ხდება, იქ ექიმი გამოდა, მე 23-ში ეს ხდება, 24-ში უკვე ექიმი ჩამოდის, ჩამოაქ ის რომ ყოველდღიურად უნდა გადაიხადოთ ესე იგი ამდენი თანხა, არაქვით, არავითარი ქვით არის და ეს ხელზე მოგცეთ, აი ჩემი ეგთანია და ხელზე მიცეთ ეს ჯობია ამდენი თანხა. ლია პაპიაშვილის თქმით, ექიმები შვილის ნახევისუფლებას არც მომდევნო დღეებში აძლევდნენ. 25 იანვარს ოჯახის წევრებმა გაიგეს, რომ ნინო პაპიაშვილის ცხედარი ღუდუშაურის კლინიკიდან უნდა გადაესვენებინათ. ისინი ამბობენ, რომ ექიმებმა პაპიაშვილის გარდაცვალება არც მაშინ დაადასტურეს და თქვეს, რომ პაციენტი სხვა საავადმყოფოში გადაჰყავდათ. ღამის 3 საათზე დაიწყო გვამის გადაყვანის ოპერაცია. დამატებითი ძალები იქნა გამოყენებული დაცვის, იმიტომ რომ არ ეყოთ საავადმყოფოს დაცვა. და ესე გაგვტაცეს გვამთან მიახლოების საშუალება არ მოგცეს, ამბობდნენ რომ აპარატი არის, ცოცხალი არის და გადაყავდათ სხვა კლინიკაში, მაგრამ ჩვენ უკვე უტყუარი ინფორმაცია გვქონდა, რომ ნინო გარდაცვლილი იყო, დედასაც უკვე ნანახი ყავდა და იცოდა ეს. და ესე გაიტაცეს გვამი ღუდუშაურის ავადმყოფოდან, იმ ღამეს დიდი შეხლა-შემოხლა იყო, ექიმთან გინება, შეურაცხყოფა. გამოიწა ექიმმა ჩვენზე გიორგი კორძახია. ფეხებზე მკიდია თქვენი პაციენტი და ფეხები არ წამოჭამოთ. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ყვებიან, რომ მას შემდეგ, რაც ფაქტის მედიით გახმაურება გადაწყვიტეს, მათ გამომძიებელმა დაურეკა და ნინო პაპიაშვილის გარდაცვალება დაუდასტურა. სწორედ მაშინ გაიგო ლია პაპიაშვილმა, რომ მისი შვილის გვამი პროზექტურაში იყო გადასვენებული. თქვენს რომ ნინო გარდაცვლილი არის და ფსიქიატრიული ასთიანის კლინიკაში არის მისი გვამი და იქიდან გადმოასვენეს სახლში. ეს ჩვენთვის არავის სიკვდილს არაფერი საერთოდ არ გაუგებინებიათ. გამომძიებელმა თქვა, რომ ეს უპატრონო გვამი იყო და ასეთი რაღაცა. რა უპატრონო გვამი ხალხი დავეძებდით და არ ვატანდით და იყო ამას დიდი ბრძოლა და ომი. ნინო პაპიაშვილის სიკვდილში მისი ოჯახი ღუდუშაურის კლინიკის ექიმებს ადანაშაულებს. ისინი ვერ ასახელებენ კონკრეტულ მიზეზს, რის გამოც ექიმებმა გარდაცვლილის გვამი რეანიმაციაში 3 დღის განმავლობაში დატოვეს. მათ ეჭვი იმაშიც ეპარებათ, რომ ნინო პაპიაშვილს ღორის გრიპი ჰქონდა. რა დიაგნოზი დაუსვეს ნინო პაპიაშვილს ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში და რა გახდა გოგონას გარდაცვალების მიზეზი? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ჩვენ რამდენიმე საათის განმავლობაში საავადმყოფოს ადმინისტრაციისგან ვცდილობდით. თუმცა საბოლოოდ სამდინოსგან მივიღეთ პასუხი, რომ ამ საკითხზე კომენტარი არ გაკეთდება, თუმცა ამის მიზეზები ჩვენთვის არავის განუმარტავს. ნინო პაპიაშვილის ოჯახი გვამის დამოუკიდებელი ექსპერტებისთვის ჩვენებას აპირებს. ისინი ამბობენ, რომ ღუდუშაურის კლინიკას სასამართლოში უშივლებენ და გარდაცვალების მიზეზების დადგენას ამ გზით შეეცდებიან.